ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს და გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ფიურელის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ევროპა ტესტავს ნატოს ევროპულ ალტერნატივას. დიახ, ევროკავშირის შიგნით გაახსენდათ, რომ მათაც აქვთ სამხედრო ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის სკეპტიციზმის ფონზე და თან ირანში ომის ფონზე პენტაგონმა მოულოდნელად გააკეთა კიევისთვის სასიამოვნო განცხადება. პენტაგონის პოლიტიკის საკითხებში მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ ბოლო რამშტაინის შეხვედრაზე, რომელიც 15 და 16 აპრილს გაიმართა, განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფიურელის პროგრამით შეიარაღების მიწოდება გაგრძელდება. მიუხედავად ყველაფრისა, თუმცა თავად ევროპას აშშ-ო ნაკლებად გადასცემს იარაღს. ტრამპის გარემოცვამ ასევე მიანიშნა, რომ ევროპამ რაც შეიძლება მალე უნდა გადავიდეს საკუთარ შეიარაღებაზე, თუმცა ეს უკრაინას კვლავ არ შეეხებოდა. და ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელმაც უნდა დაასრულოს ყველა манипуляცია ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადეს პენტაგონში. ამასთან ევროპის კავშირი ჩაატარებს პირველ მასშტაბურ სამხედრო წუხთნას, რათა გააქტიურდეს ურთიერთდახმარების მექანიზმი იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეიარაღებული აგრესია განხორციელდება. დიახ, ეს ნატოს წუხთნა არ არის. ეს არის პირველი წუხთნა, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტარდება. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი, მოდით ერთად გამიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბმული აღწერაშია. მოკლედ, დღეს პენტაგონში საბოლოოდ გადაწყვიტეს ყველა წერტილი დასვან იზე, უკრაინისთვის აშშ-ოს სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. პენტაგონის პოლიტიკის საკითხებში ხელმძღვანელის მოადგილე ელბრიჯ კოლბი ბოლო რამშტაინის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 15-16-ში, 15 აპრილს მან განაცხადა, რომ ფიურელის პროგრამით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება გაგრძელდება. და მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადება სწორედ ელბრიჯ კოლბიმ გააკეთა, რადგან ის ცნობილია როგორც უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი პირი. ეს ის ადამიანია, ვინც სპით ჰექსეთს უკრაინისთვის სადაზვერო მონაცემების გადაცემის შეჩერებისკენ უბიძგებდა. ეს ის ადამიანია, ვინც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში პაუზის აღებისკენ უბიძგებდა და ასე შემდეგ. და აი პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ელბრიჯ კოლბის განცხადების სტენოგრამა. ელბრიჯ კოლბი და ეს განცხადება საკმაოდ საინტერესოა. მთელი ტექსტი ევროპასთან მიმართებაში გარკვეულ სიგრილეს ასხივებს. მასში კვლავაც მკაცრად არის გამოთქმული მოთხოვნა, რომ უკრაინის თავდაცვითი უნარის პასუხისგებლობა თავად აიღონ. აშშ-ის ამ როლისგან ეტაპობრივი და სრული ჩამოშორებით. მაგრამ კოლბი მიესალმა ფიურელის პროგრამით შეიარაღების შესკლიოდთან დაკავშირებულ ნაბიჯებს. თავარი აზრი ის იყო, რომ ევროპა ახლა ნაკლებად მიიღებს ასე დიდ დახმარებას აშშ-უსგან, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ასე არ არის. თუ იარაღისთვის ევროპა გადაიხდის, აშშ აუცილებლად მიაწვდის მას უკრაინას. საერთოდ ტრამპის შანტაჟი ჯერჯერობით შანტაჟად რჩება. და მაინც იარაღის გიგანტების ფინანსური ინტერესები იმარჯვებს, როგორც არ უნდა ჟრებდეს ეს. სოციალისტ ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სიხარულით განაცხადა, რომ ის ამაყობს იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა სრულად შეწყვიტა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. მაგრამ იცით, როცა საქმე უკრაინისთვის იარაღზე მილიარდობით ევროპული ფულის ამერიკული იარაღის გიგანტებზე მოგებაზე მივიდა, ვენსის სიტყვები ძალიან დაჭრტილა და დაიკარგა. გარდა ამისა, ელბრიჯ კოლბიმ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ტრამპი მაინც ელოდება ევროპის მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გამბლოკვაში, ვისგანაც დამოკიდებულია აშშ-სა და ევროპის ურთიერთობები. პირველ რიგში სრუტე უკვე გახსნილია, როგორც იცით დღეს, ხოლო მეორე მხრივ ეს ძალიან სულევურად ჟღებდა, იმიტომ რომ ეს იყო საკონტაქტო ჯგუფის ხდომა უკრაინის მხარდასაჭერად. იქ განიხილებოდა უკრაინის საკითხები და არა ირანის, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდეგ კი მოგიტანთ ელბრიჯ კოლბის განცხადების ძირითად თეზისებს. კოლბის გამოსვლიდან თქვენთვის ასეთ მოკლე შეჯამებას გავაკეთებ. ევროპა უნდა დააჩქაროს კონტინენტის კონვენციური თავდაცვის პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღების პროცესი. ტრამპის ოპერაცია ირანში მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს, ამიტომ ასე თქვა ბოდიში ნუ გეწკინებათ. პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად მიანიშნა, რომ პარტნიორებისგან ინიციატივას ელოდება ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. და ის ამბობს, ხაზგასმით აღნიშნავ ამის კრიტიკულ მნიშვნელობას, რათა ჩვენი ურთიერთობები წინ წავიდეს. საინტერესო არა, ტრამპი ხან აცხადებს, რომ არ ჭირდება არავის დახმარება, ხან კი დაჟინებით ითხოვს დახმარებას. კოლბი ამბობს, რომ ის საერთოდ ელის ამ დახმარებას, ან როგორც ჩანს, უნდა გადაწყვიტოს. დღესვე ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ნატოდან დაურეკეს და დახმარება შესთავაზეს, ხოლო მან თქვა, ხა, აღარ მჭირდება თქვენი დახმარება. უკვე თვითონ გავხსენი სრუტე და თქვენ ახლა მოდიხართ რომ დამეხმაროთ.
და კიდევ ცალკეულ კომენტატორებს, რომლებიც ჯერ კიდევ ასეთ კომენტარებს წერენ ჩემს გამოშვებებზე, მინდა უთხრა, რომ ეს საერთოდ არ არის დონალდ ტრამპის დამსახურება, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნა. იცით რატომ? შეგახსენებთ, რომ ტრამპის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე 28 თებერვალს ჰორმუზის სრუტე ისედაც გახსნილი იყო. პრობლემა არ არის გადაწყვეტილი. ტრამპმა თავად შექმნა ეს პრობლემა და შემდეგ გმირულად თავადვე გადაწყვიტა. და ამბობს, ეს ჩემი გამარჯვებაა. აი ესე. შემდეგ კოლბიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვა ძირითადად ამერიკულ საწყობებში მარაგების შემცირებით ხდებოდა, რომლებიც უსასრულო არ არის და მხოლოდ დამხმარე წვლილი ჰქონდა ევროპას. ეს იყო ნატოს სტრატეგია 2.0, მაგრამ რეალობა უკვე შემდეგია. ეს არის ნატო 3.0 საბედნიეროდ. ეს უკვე იცვლება, მაგრამ საჭირო დაჩქარება, ამბობს კოლბი. ეხლა კი ელბრიჯ კოლბის სიტყვასიტყვეთი ციტატა. ევროპამ უნდა დააყენოს კონტინენტის დაცვა და შესაბამისად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ნამდვილად მდგრად საფუძველზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დახმარება ფიურელის მსგავსი ინიციატივებით, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ უნდა ეფუძნებოდეს აშშ-ის მნიშვნელოვან ცვლილს. ევროპული საბრძოლო მასალის მარაგების სწრაფად აღდგენის საჭიროება უმნიშვნელოვანესია. ისევ როგორც აუცილებელია პროტექციონისტური სავაჭრო ბარიერების აღმოფხვრა, რომლებიც კონტინენტის სამრეწველო პოტენციალს ზღუდავს. ჩვენ მზად ვართ ხარი დაგიკიროთ და თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხში. სანდო, ძლიერი და ინტეგრირებული ევროპული თავდაცვითი სამრეწველო ბაზის განვითარება უბრალოდ მისწრაფება კი არ უნდა იყოს, არამედ აბსოლუტურად აუცილებელი პირობა საიმედო შეკავებისა და თავდაცვისთვის. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ევროპული თავდაცვის ერთიანობისთვის და კიდევ ერთხელ, ჩვენ მზად ვართ ამ სფეროში მხარდაჭერა გაგიწიოთ. ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება იმისთვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს ისეთ პირობებში, რომლებიც მხარდაჭერას უზრუნველყოფს. როგორც იცით, შეერთებული შტატები ფიურელის ინიციატივის ფარგლებში აგრძელებს უკრაინისთვის იარაღისა და ტექნიკის მიწოდებას. ჩვენ მოუწოდებთ ევროპას გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი უკრაინის უმნიშვნელოვანესი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ანუ კოლბიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ ფიურელის პროგრამის ფარგლებში იარაღის მიწოდებას გავაგრძელებთ. თქვენ კი თავარია ამ მიწოდებებს დააფინანსოთ, ხოლო ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ უკრაინა ამჟამად აქტიურად აწერს ხელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან თავდაცვით შეთანხმებებს, რომლებიც სწორედ ერთობლივი თავდაცვითი საწარმოების შექმნას გულისხმობს. იმისთვის, რომ უკრაინამ და ევროპამ თავად შეძლონ იარაღით საკუთარი თავის უზრუნველყოფა, ანუ სწორედ ის, რაზეც ელბრიჯ კოლბი საუბრობს. შემდეგ, კობის თქმით, ევროპამ უნდა დააჩქაროს გადასვლა ნატო 3.0-ზე, რაც გულისხმობს თავდაცვითი ხარჯების გაზრდას და ევროპის თვითდაცვის პრინციპზე გადასვლას. ციტატა. ევროპის თანმიმდევრული და მნიშვნელოვანი წვლილი ფიურელის ინიციატივაში უკრაინისთვის ასეთი ცვლილებების მისასალმებელი ნიშანი იქნება. მაგრამ უფრო ფუნდამენტურად, ევროპა უნდა გაზარდოს შესაძლებლობები, რათა ეს საჭიროებები დამოუკიდებლად უზრუნველყოს. თუ ევროპა მართლაც აიღებს პასუხისმგებლობას კონტინენტის დაცვაზე, ჩვენი ნატო 3.0-ის ხედვის შესაბამისად, ჩვენ ყველა უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენი ქვეყნის დაცვაში და ეროვნული ინტერესების. და ევროპამ ძალიან აქტიურად დაიწყო მოქმედება. ბებერი ევროპა, იცით, გაიღვიძა და ფხიზლადა. დღეს ბლუმბერგი იუცხება, რომ ევროკავშირი ჩაატარებს პირველ მასშტაბურ წვრთნას ურთიერთდახმარების მექანიზმების გააქტიურების შეაქტიურების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე წევრ ქვეყანაზე შეიარაღებული აგრესია განხორციელდება. ეს წვრთნები დაიმიტირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. იმ სიტუაციაში, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყანა დანარჩენ ბლოკს ყურადღება სამხედრო დახმარებას სთხოვს. ასეთი წვრთნების მიზანია ევროკავშირის ხელშეკრულების 42.7 მუხლის დამუშავება, რომელიც ყურადღება ავალდებულებს ევროკავშირის ქვეყნებს ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ დახმარება ბლოკის რომელიმე წევრის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში. ეს ფორმულირება იურიდიულად უფრო მკაცრად იქნება, ვიდრე ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რომელიც მხოლოდ იმ ქმედებებს ითვალისწინებს, რასაც მოკავშირეები საჭიროდ მიიჩნევენ. თუ ჯერ კიდევ ვერ გაიგეთ, გავიმეორებ და აგიხსნით. დიახ, ევროკავშირმა დაიწყო თავისი სამხედრო კომპონენტის დამუშავება იმ შემთხვევისთვის, თუ ნატო რეალურად დაიშლება, ან თუ აშშ გვერდზე გადგება. აქ ბრალწერტილს დავსვა. თქვენი დასკვნები, თქვენი აზრი ამ საკითხზე დაწერეთ კომენტარებში. თუ გსურთ ამ არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებისა და რეკვიზიტების საშუალებით. მადლობელი ვიქნები თქვენი შემოწირულობებისთვის. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.